აი გამარჯობა. გაგიმარჯოს. ჩვენი ერთგული მაყურებელი დაკვირვებულია და იცის რომ ყველა გადაცემაში მინიმუმ ერთხელ მინიმუმ 5 წუთით მაინც ვეხებით ნარკოლოგიის და ნარკოტიკის პრობლემას და ვსაუბრობთ იმაზე თუ რამხელა გამოწვევაა და როგორ აზიანებს და უნებს ყველაფერს ნარკოტიკი. კი ბატონო და ბატონი ზურასი ხარული დაგვირდა რომ დაინტერესებული ადამიანებისთვის ჩავატარებო ტრენინგსო და რა თქმა პირობა უნდა შეასრულა კიდეც. და ჩვენც შევასრულეთ პირობა რომ ვამბობდით რომ რაღაც ცირე ტრენინგი, მაგრამ მაინც გავაკეთეთ ბატონი ზურაბის დახმარებით და ძალიან დიდი მადლობა მას რომ ჩვენი ინიციატივა ასე აიტაცა და უანგაროთ რა ხაზგასაზრდელია ეს ამბავი რომ უანგაროთ დაგვეხმარა და დაინტერესებულ ადამიანებს ძალიან კარგ ადამიანებს უთხრა თუ რა უნდა გავაკეთოთ ადამიანებმა ზედოზირების დროს. კი ბატონო და ზოგადად როგორი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ნარკოტიკმა რა გართულებები მოყვება ნარკოტიკის მიღებას და რა უნდა ვიცოდეთ თუ ნახავთ ადამიანს რომელსაც ნარკოტიკი აქვს. და ყველაზე მაგარი ის იყო რომ ახალგაზრდების დაინტერესება საკმაოდ სერიოზული იყო და ახალგაზრდები მოვიდნენ ზუსტად რა. კი ბატონო. მოკლედ დღეს არის სპეციალური გადაცემა მამების დროსი, სადაც ვსაუბრობთ იმაზე თუ როგორ ანგრევს ადამიანს ნარკოტიკი და რა თქმა უნდა აუცილებლად მადლობა უნდა უთხრათ ჩვენს მეგობრებს, ვინ ჩვენს გვერდით დგანან და რაც თავარია ჯანსაღ მეგობრებს, კომპანია Suti Power-ი, თავისი არაჩვეულებრივი ჩურჩხელებით და კომპანია გურჯაანის ნაყინი. თავისი არაჩვეულებრივი ნაყინით, რომელიც განსაკუთრებულად გემრიელია ამ პაპარაკება სიცხეში. არ თქვა. ადამიანს აქვს ზედოზირების შემთხვევა, სანამ მოვა სასწრაფო, რას ვაკეთებთ? გააჩნია ზედოზირებას, ხო? მან და არის ორი ძალიან განსხვავებული ერთმანეთისაგან кейსი. ერთია ზედოზირება, რომელიც არის ოპიატებით გამოწვეული და მეორე ზედოზირება არის, რომელიც არის ფსიქოსტიმულატორებით და ჰალუცინოგენებით. ანუ ეს ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. და ძალიან ორივე ძალიან საშიშია, ოღონდ დახმარება არის აბსოლუტურად განსხვავებული ამ შემთხვევაში, ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში. ხა რაც შეეხება ყველაზე საშიში რაც არის, ეს არის ოპიატებით ზედოზირება, იმიტომ რომ მომენტალურად შეიძლება დადგეს სიკვდილი და ან რამოდენიმე ხნის შემდეგ და ანუ ძალიან ადვილია ოპიატების ზედოზირებით ადამიანის ამოცნობა. ანუ თუ არის უკვე დიდი ხანი გასული, არის აი ბადრიჯნის ფერი, მოლურჯო ფერია, ძალიან სპეციფიური ფერია, ეგრევე შეატყობთ, ანუ ახალგაზრდა თუ ამით უმეტეს. ანუ სასუნთქი მოძრაობები არ აქვს, ანუ ან ვერ არ სუნთქავს. და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური ნიშანია. ეხლა ერთმანეთს რო შევხედოთ თვალებში, ყველას ჩვენ გუგა გვაქვს ჩვეულებრივი ზომის, ხო? დღისით გუგა არის ზეზე ვიწროვდება, ღამე ფართოვდება. ოპიატების შემთხვევაში, აი უტყუარი ნიშანი, რომ ოპიატია გაკეთებული, ეს არის ნემსისებრივი ძალიან წვრილი გუგა. ისეთი რომ ფაქტიურად არ ჩანს. და ადამიანი რომც გარდაიცვალოს ზედოზირებით, დაახლოებით 1-3-4 საათი გუგარჩება ესეთი წვრილი. და აი თვალები ჭკვინავს, აი ესე ძალიან ესეთი, ანუ აი ვერ აუცილებლად მიხვდებით, ოდესმე ერთხელ მაინც გაქვს ნანახი, მაგრამ თუ არა გაქვს ნანახი და ესეთ რაღაცა შეესწარი. ხო, ანუ აი ადამიანს კუთოს რო გაუხსნი, ხო, ფოტორეაქცია აქვს, ანუ თუ სინათლე მოხდება, გუგა უნდა გაფართოვდეს. და თუ გაუხსნი და ეს გუგა რჩება ძალიან წვრილი, ისეთი რომ არაფერი არ შველის, ნიშნავს რომ ამ ადამიანმა მიიღო ოპიატი. ეხლა რა ხდება ამ დროს? ამ დროს ყველაზე მთავარი რაც ხდება, ოპიატი არის ცენტრალური მოქმედების. ის მოქმედებს სუნთქვის ცენტრზე და დრგუნავს სუნთქვის ცენტრს და ჩვეულებრივად მექანიკურად არ არის სასუნთქი მოძრაობა. ანუ ჩერდება ფილტვი ტვინიდან. და ადამიანს არ ჩაზდის ჰაერი, ბლოკირება ხდება სასუნთქი ცენტრის და ადამიანი უბრალოდ იღუპება. ოღონდ გული ჩერდება უკვე როცა ბოლომდე სასუნთქი მოძრაობა არ არის 5-7 წუთის მერე. ანუ ადამიანი არის
ლურჯი ფერი, მაგრამ რა თუ ადამიანი რაღაცა მოძრაობებს აკეთებს, ანუ სასუნთქი მოძრაობა ესე იგი არსებობს ჯერჯერობით. რა ვშვებით ამ შემთხვევაში თუ არის ოპიატი. პირველ რიგში ვაწვენთ გვერდზე, ანუ იმ შემთხვევაში რომ ამ დროს შეიძლება იყოს პირღებინება და ამიტომ რო არ იყოს პირღებინება და ძალიან ხშირად ადამიანებს შეიძლება ზედოზირებით არ მოკვდნენ, არამედ პირნაღები მასები მოხდეს სასუნთქგზებში და უბრალოდ დაიხჭოს ადამიანი, მექანიკურად დაიხჭოს. ამიტომ გვერდზე უნდა დავაწვინოთ. ნუ ახლა რა თქმა უნდა გიგიენა უნდა დავიცვათ აუცილებლად და ცხვირსახოცით ან მაისურით ან რაღაცით უნდა უნახოთ რომ პირის ღრუში არაფერი არ ქონდეს. ან ჟუვაჩკა, ან საჭმელი, ან პროტეზი ხო უნდა გაუნთავისუფლოთ აუცილებლად და უნდა დავაწვინოთ გვერდზე. სანამ ამას ვაკეთებთ, აუცილებლად უნდა დავრეკოთ 112-ში, რასაც არ აკეთებენ ძალიან ხშირად და ადამიანები ძალიან ხშირად ამიტომ იღუპებიან, იმიტომ რომ გონიათ რომ პოლიცია მოვა და დაიჭერს, მაგრამ ამ შემთხვევაში არის მინისტრის ბრძანება, რომ სასწრაფო ზედოზირების დროს არ არის ვალდებული, რომ პოლიციას შეატყობინოს. და შესაბამისად პოლიცია კი მოდის, მაგრამ არაფერს არ აკეთებს. მაგრამ ჯობია ციხეში ჩაჯდე 5 წელი, ვიდრე სასაფლაოზე აღმოჩნდე. ამიტომ ამ შემთხვევაში 112-ის გამოძახება ეს არის პირველი და აუცილებელი სანამ რამეს იზამ. თუ ხედავთ რომ ანუ აი პირველი არის რომ ძალიან ბევრი ხალხი ესევა და აი ეს არის ყველაზე ცუდი ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ რეალურად არავინ დახმარებას არ უწევს და პირიქით ანუ უნდა მოხდეს ორგანიზებულად ეს ყველა ყვირის პანიკა ეს არის კვდება უშველეთ წყალს ასხამენ რა თქმა უნდა ეს არაფერი არ არის ეფექტური ამ შემთხვევაში ხო ამ შემთხვევაში ეფექტური არის რომ ჩვენ 7 გარემოში ვიყოთ მაქსიმალურად და ეს მომყვირალე ტიპები მაქსიმალურად გავაცილოთ ამ ადამიანს და იწყებენ გულის მასაჟს, რაც არ არის სწორი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ გული ამ შემთხვევაში არ არის ჯერ გაჩერებული და არ ჭირდება გულის მასაჟი. ამ დროს პირველი არის ის, რომ ჭირდება სუნთქვის აღდგენა. ეს არის ხელოვნური სუნთქვა ან პირიდან პირში, ან ცხვირიდან ცხვირში. ეხლა თუ რა თქმა უნდა პულსი, რომელიც აი აქ ცენტრალურ არტერიაზე არის ინჯება, ამ შემთხვევაში უნდა მასაჟი, ანუ 5 დარტყმა, 1 ჩასუნთქვა, 5 დარტყმა, 1 ჩასუნთქვა, ხო? სანამ მოვა სასწრაფო. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მივაწოდოთ ჰაერი. ანუ ამ შემთხვევაში ზედოზირების შემთხვევაში თავარი არის ჰაერი. თუ ახლოს არის აფთიაქი სადმე, არის ესეთი პრეპარატი, რომელსაც ქვია ნარკანი. ნალოქსონი, ეს არის უნივერსალური ანტიდოტი. სამწუხაროდ საქართველოში არ არის ინტრანაზალური, ასე ვთქვათ, ფორმები, ანუ პირში რო შეაშხურებ. თუ არის გვერდზე აფთიაქი, რა თქმა უნდა, ნუ წესი ყველგან არ არის, მაგრამ ნუ მერტქვათ რომ არის. ეს ნარკანი უნდა თუ გვაქვს შპრიცი, ნებისმიერ ადგილას უნდა გაუკეთოთ, უკეთესია ენის ქვეშ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში აქ ბევრი სისძარღვია და მალე იწოვება და ეგრევე ადამიანი მიხვდებით, მტარი ადამიანი გაცოცხლდა, ესე ლაზარეს ამბავია. და ან უნდა თუ არ გვაქვს შპრიცი, უნდა გავტეხოთ, ჩაუსხათ პირში და მაქსიმალურად მოკლედ ეს უნდა მოხდეს ადამიანის ორგანიზმში. ან კუნთში ნების გავხადოთ, აუცილებელი რა სპირტი, რა გავხადოთ, სადაც მოგიხვდება, იქ უნდა დაარტყა, იმიტომ რომ წუთებზე არის მან საუბარი რა. მაგრამ თუ ჩვენ ესე თანმიმდევრულად უკეთებთ ხელოვნურ სუნთქვას, მაშინ ამ შემთხვევაში არანაირი, ასე ვთქვათ, პრობლემა არ ვაი მოვიდა ფერზე, ხო შეიძლება არ სუნთქავს, ან ცოტა სილურჯე მოაკლდა, ცოტა მოძრაობა დაიწყო. კიდე ერთი არის, აუცილებლად უნდა გაულაწუნოთ, ანუ ძლიერად, ანუ ვეცადოთ, რომ გავაღვიძოთ.
ყველაზე კარგი საშუალება ეხლა შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ აი ძუძუს თავებზე უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად მოუჭიროთ ხელი, რომ ტკივილი, ანუ ყველაზე მტკივნეული ზონა რაც არის, ამ ზონაზე უნდა მოუჭიროთ, რომ ადამიანმა გაიღვიძოს. ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, დახმარება სანამ მოვა, ხო? მაგრამ ხო შეიძლება სახლში მოხდეს დაუშვათ, ან დაუშვათ ისეთ ადგილას, სადაც სასწრაფო ძნელად მოვა, ან რაღაცა. ამ შემთხვევაში თუ მოვიყვანეთ აზრზე და მივხვდით, რომ ადამიანი არის ცოტა შედარებით, ჩვენი ქმედება არის შემდეგი, რომ აუცილებლად არ უნდა დავაწინოთ. არანაირად. მთელი ღამე რომ ვატაროთ, უნდა ვატაროთ. არ უნდა დაიძინოს, ანუ როგორც კი ის წავა ძილში, ის შეიძლება ისევ ძილში გამithარდეს. 80% ვინც იღუპება ესე, რომ დატოვეს, დაიძინა და დილას ნახეს მკვდარი. ძალიან ბევრი შემთხვევაა ესეთი და ბევრი ადამიანი ამითი იღუპება. ეს თან არის ახლა შერეული ნარკოტიკები, სადაც არის მაგალითად სტიმულატორი და ფენტანილი შერეული. იწყებს მუშაობა სტიმულატორი, ვერ წარმოიდგენ, რომ ეს ადამიანს შეიძლება რაღაც მოუვიდეს, მაგრამ მივიდეს შეიძლება სახლში და ეს არის სასმელთანაც ესე შეიძლება, სასმელიც რომ დალიოს ადამიანმა, შესაძლებელია, ანუ ალკოგოლური კომა არანაკლებად მძიმეა. და არანაკლებად ლეტალურია, იმიტომ რომ ალკოგოლური კომის დროს რაც იგივე ხდება ზუსტად, ანუ ასპირაცია, გონების დაკარგვა, ძალიან ხშირად ალკოგოლური კომა, როცა ალკოგოლს აი პატარებშია ძირითადად ძალიან ხშირად, ანუ ასაკით პატარა ბავშვებში რა, აი 17-18, პირველად რო დალია 14-15 წლის, ხო? როცა ორგანიზმს აქ დაცვითი რეაქცია და ღებინება ეწყება, ხო? ამ დროს შეიძლება დაეცეს, დაარტყას თავი, დაკარგოს გონება. მან უკვე აუცილებლად უნდა ანუ არ უნდა დავაბრალოთ, რომ ეს არის სასმელის ბრალი რა. აუცილებლად უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო, იმიტომ რომ შეიძლება იყოს კალათვინის ტრავმა. ამ დროს და შეიძლება მოკლედ ადამიანი სულ სხვა რამით იყოს, ანუ გონება დაკარგოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ ოპიატებთან დაკავშირებით. ხა მეორე, რაც არის კიდე ერთი ძალიან მძიმე შემთხვევები და ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, უარესი შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან. ეს არის ფსიქოსტიმულატორები და ჰალუცინოგენები. აქაც რამოდენიმე ვარიანტი არსებობს. ერთი ვარიანტია, როცა ადამიანს ეწყება პარანოია. ანუ გონია რომ ვიღაცა მოძდევს, ვიღაცა მისდევს, ვიღაცა დაიჭერს, რაღაცა ეწყება საშნელი ფობია, ეს ხდება ძირითადად აი მეტამფეტამინის, ამფეტამინის, მეფედრონის, ესეთი პრეპარატების მიღების დროს. და გონია რომ აი ვიღაცა მოძდევს, ვიღაცა ასე ვთქვათ, ისა და ეწყება საშნელი შიში. Ну, ძირითადად ესე ტიპის პრეპარატებს ადამიანები იღებენ ესეთ დისკოტეკებზე, კლუბებში, ფესტივალებზე და ასე შემდეგ, ხო? ანუ ამ შემთხვევაში პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, თუ ესეთ სიტუაციაში მოვხვდებით, ეს შეიძლება რესტორანში მოხდეს, სადაც ჩვენც ვართ, დაუშვათ და რაღაც. პირველ რიგში უნდა მოვარიდოთ ამ სიტუაციას. იმიტომ რომ ნებისმიერი ეს რაც ხდება დაუშვათ კლუბში, ხო, ეს ტექნო მუსიკა, ხო, ამან კიდე შეიძლება უფრო გააძლიეროს ეს პარანოია. ანუ აი ამან კიდე შეიძლება უფრო მეტად გააძლიეროს. ამიტომ უნდა მოვარიდოთ ყველანაირად სიტუაციას. ის რომ აი აუცილებლად უნდა ვეცეთ და დავაბათ და არა, ანუ ჩვენ ამ შემთხვევაში მთავარი არის უნდა დავაკვირდეთ და არ ჩავერიოთ ამ შემთხვევაში. შეხედეთ, იმიტომ რომ ამასაც აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩარევის დროს შესაძლებელია ამას მოყვეს ძალიან მძიმე აგრესია თქვენს მიმართ. და პირიქით, უფრო აგრესიული გახდეს და უფრო დამძიმდეს ეს სიტუაცია. ამ დროს ეს ადამიანები ცდილობენ გაიქცენ
და ამ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს ხიდზე, გადახდეს, აი ძალიან ხშირად ხო ხტებიან რაღაცა ხო, ხიდიდან ან ეს არ არის სუიციდი, ანუ ეს გარბის უბრალოდ, ეს არ არის. შეიძლება ავიდეს სახურავზე, ზღვაში შევიდეს, დაიხჩოს. ხტებით, ანუ ამ შემთხვევაში უბრალოდ ვცდილობთ რომ დავაკვირდეთ. ანუ ჩვენი ქმედება ამ შემთხვევაში არის მაქსიმალურად დაკვირვება და თუ მიგვიშვა, ანუ არ უნდა შეიძლება მოგვიწიოს რომ პარანოიაში ავყვეთ. ანუ აი იძახის რომ ვიღაცა მომზდებს. კი, ალბათ, მოდი შენ ოღონდ არ ინერვიულო. დამშვიდდი, მოდი კი მოგზდებს, მოდი აბა გავიდეთ სადმე და ვეცადოთ რომ მაქსიმალურად მოვარიდოთ ამ სიტუაციას. ანუ არის ისეთი ნარკოტიკები, მაგალითად ექსტაზი, რომელიც ამ შემთხვევაში იწვევს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გართულებას, დელირიუმს, ანუ ცნობიერების არევას და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება ეს არის მაღალი ტემპერატურა, 40-41 შეიძლება გადაიწვას შეიძლება ადამიანი, ისეთი მაღალი ტემპერატურა თუ დიდი რაოდენობით ამ ექსტაზს მიიღებს. ამ შემთხვევაშიც ასევე ანუ მიხვდებით რა, აი ძალიან ცხელია, აღზნებულია, აბსოლუტურად არაადეკვატურია, ვერ ერკვევა დროში, ვერ ერკვევა ვითარებაში, ფაქტიურად არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და პლუს ცდილობს რომ რაღაცნაირად ის რა არის ჩვენი ქმედება, მაქსიმალური რაოდენობა წყალი უნდა მივცეთ. გავაგრილოთ, ანუ მაქსიმალურად თუ გვაქვს, აი ვედრო, ოღონდ ზღვაში არ უნდა შევუშვათ და ვანაში არ უნდა ჩავაწვინოთ, იმიტომ რომ შეიძლება დაიხჩოს. უნდა მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ გავაგრილოთ, თუ გვაქვს სველი რაღაცა, ანუ დავასველოთ, ტანსაცმელი შემოვახვიოთ მაქსიმალურად და სიმშვიდე და ნუ ყველა ვარიანტში, რასაც მე ვამბობ, ეს ეგრევე პირველივე ესეთი სიმპტომების გაჩენიდან უნდა გამოვიძახოთ 112. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში და გადავიყვანოთ უახლოეს თუ ვერ ვიძახებთ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ კლინიკამდე მივიყვანოთ. რაც უფრო მალე მივიყვანოთ კლინიკამდე, მით უფრო გადარჩება. ეხლა მეორე ვარიანტი, ეს არის დეპრესიული ვარიანტი. როცა ეს ნარკოტიკი იწვევს დეპრესიას, ანუ პირიქით, ის იკეტება, არ ლაპარაკობს, იწყებს ტირილს, თავის რტყმევას, შეიძლება კონდეს სუიციდის მცდელობა და ასე შემდეგ. ანუ დეპრესიული ფაზა იწყება ამ შემთხვევაში, ასევე ამ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ არ ჯერ ვეცადოთ, როცა ვერევით აქტიურად, ხო, ის აუცილებლად ჩვენ გაგვიყავს და აუცილებლად ჩვენ არ მოგცემთ საშუალებას, რომ მას დახმარება გაუწიოთ. უნდა ვიყოთ ახლო და ვაკვირდებოდეთ მას, რომ რა და ამ დროს უნდა ვიძახებდეთ სასწრაფოს, რომ თუ დავინახავთ, რომ რაღაცა ესეთ ქმედებას საქვს ადგილი, ტირის, ურტყამს თავს, არაადეკვატურია, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ვერ ერკვევა დროში, ვითარებაში, სად არის, სად მიდის, რა შვება, რას აკეთებს, შეიძლება სახურავზე ავიდეს და გადმოხტეს ამ დროს და ნუ კაცმა, ანუ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ დაიზიანოს საკუთარი თავი. თუ დაიწყებს ახლა თავს ვის რტყმევას იმაზე, ასვალზე, ხო, უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ტრავმა მიიღოს, ხო? ეს არის ასევე ერთ-ერთი გამოვლინება ამ ნარკოტიკების. კიდე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება ეს არის გალუცინოზი. როცა გალუცინაცია და ამას ქვია bad trip-ი, ანუ ცუდი ტრიპი, bad trip-ი ქვია. როცა ის ხედავს ძალიან ცუდ რაღაცებს, ეშმაკებს, საშინელ რაღაცებს და ასე შემდეგ და ამ შემთხვევაშიც შეიძლება საკუთარი თავი დაიზიანოს, იმიტომ რომ ამ bad trip-ის დროს არავინ არ იცის ის რას ხედავს და ამიტომ შესაძლებელია ძალიან მძიმე შედეგები მიაღწიოს ამ შემთხვევაში და ასე შემდეგ. ეხლა კიდე რა არის გართულებები ამ დროს და რა არის ყველაზე, ესე ვთქვათ, საშიში ესეთი ტიპის ნარკოტიკების მოხმარების დროს. ყველაზე საშიში არის ინფარქტი, ინსულტი, გულსის ძარღვთა უკმარისობა.
ანუ ჩვენი პირველი, ასე ვთქვათ, საზრუნავი არის ის, რომ თუ შეიძლება, რომ გავუსინჯოთ პულსი და ვნახავთ, რომ ძალიან მაღალია, არ არის გამორიცხული, რომ გქონდეს ახალგაზრდა ბიჭს 20-25 წლის 200 წნევა ამ შემთხვევაში და ეს უნებლიეთ იწვევს მერე ინსულტს. ანუ ძირითადად ეს ადამიანები იღუპებიან გულსიზრდით და უკმარისობით, ანუ ინფარქტით, ან ინსულტით და კიდე რა შვებიან. როცა იღებენ ამ ნარკოტიკს, ამის გასანეიტრალებლად იწყებენ ალკოგოლის დალევას. რაღაცა დონეზე ალკოგოლი ანეიტრალებს, ანუ შეხედეთ, ეს იწვევს სპაზმს. ალკოგოლის დალევის შემთხვევაში სპაზმი იხსნება. ოღონდ ეს უკვე ხდება ეს, ანუ ვერ გააკონტროლებ. ანუ პირველ მომენტში ის კი გონია იმას, რომ უკეთესად არის, მაგრამ იმდენად შეიძლება ბევრი აქვს მიღებული ეს ნივთიერება, რომ ისეთი სპაზმი და ისეთი ის იყოს, რომ ამ შემთხვევაში ძალიან საშიშია ინფარქტის და ინსულტის განვითარება და ზედოზირება ამ დროს, ხო? მე უკვე მინდის პოლიორგანული უკმარისობა და ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს. ამიტომ მთავარი არის ჩვენ შემთხვევაში პირველ რიგში ამ შემთხვევაში ის, რომ არ დაიზიანოს თავი, მაქსიმალურად ვეცადოთ, ოღონდ შეხედეთ, ჩამოკიდება, დაჭერა, ისე ძლიერები ხდებიან, რომ 10 კაც შეიძლება ეს პატარა გასხლეტილი, აი ხა ეს მერთმა დაგიფარო შვილო, მაგრამ ესეთი გასხლეტილი რო იყოს, შეიძლება 200-მა კაცმა ვერ მოერიოს. ისეთი ძალა ემატებათ, ისეთი დიდი რაოდენობით, ასე ვთქვათ, ენერგია, რომ კატასტროფული რო შეიძლება. ამიტომ ჩამოკიდება, დაჭერა, ესეთი რაღაცები არ უნდა ვაკეთოთ ამ დროს, ხო? მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ახლოს და ვეცადოთ ვაკონტროლოთ. აი სახშიც შეიძლება მოვიდეს ესეთ მდგომარეობაში, ხო? ყველას რა თქმა უნდა, არავის არ გისურვებთ, მაგრამ არავინ არ ვართ ამისგან დაზღვეულები რა. შეიძლება სახში მოვიდეს და მიხვდეთ, რომ არის აი რაღაცა ისეთ არაადეკვატურს აკეთებს, ხო? არ უნდა ბევრი კითხვების და ბევრი, ასე ვთქვათ, იმის უნდა დააკვირდეთ, მაქსიმალურად ეცადოთ, რომ იყოთ მის გვერდზე, რომ მან ამ შემთხვევაში შეიძლება გააღოს პანჯერა გადახდეს. ისე რომ ვერავინ ვერ გაიგებს და რამდენი შემთხვევა ყოფილა, ხო? რაც ჩვენ მგონია, რომ რაღაცა იყო, ამ დროს ეს იყო ინტოქსიკაცია ნარკოტიკული, ფსიქოზი, რომლის გამოც მოხდა სუიციდი ჩვეულებრივად. ავიდა სახურავზე, გადახტა, ან გავიდა ხიდზე, გადახტა, მანქანით გადავარდნენ, რაღაცა მილიონი ესეთი შემთხვევა, იმიტომ რომ გონია, რომ პარანოია და ვიღაცა მოსდევს და გარბის იმისგან რა. ეს ყველაფერი ხდება. ეს ყველაფერი არის და ხდება და ძალიან ხშირად და ძალიან ისა. ეხა შპრიცი რო შეერჭო ფეხში, ეს რო ვიცოდეთ ყველა. ბავშვს ამ შემთხვევაში თუ ბავშვი აცრილია B ჰეპატიტზე, არაფერი არ დაემართება. შიცის გადაცემა ამ შემთხვევაში თუ ძველი შპრიცი არ ხდება, იმიტომ რომ შიცის ვირუსი აი ვიკვდება. ყველაზე დიდხანს რჩება B ჰეპატიტის ვირუსი. ამ შემთხვევაში C-ც კვდება ძალიან მალე. ამიტომ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია აცრა B ჰეპატიტზე. თუ ბავშვი არ არის აცრილი B ჰეპატიტზე, უნდა აიცრას ბავშვი აუცილებლად B ჰეპატიტზე 24 საათის განმავლობაში. ეს არის პრევენცია ამ შემთხვევაში. შპრიცზე, ძველ დაგდებული შპრიცის შემთხვევაში ერთადერთი ინფექცია, რომელიც შეიძლება გადაეცეს, ნუ ეხლა თუ ახალია და ახალი სისხლია და ეხლავე შეგერწო, რა თქმა უნდა, შიციც და C ჰეპატიტიც არის, მაგრამ აი დაგდებულ შპრიცზე შერჭობილი არის B ჰეპატიტის დიდი საშიშროება, წყალშიც, ზღვაშიც დაუშვათ ხო, ან პლაჟზე. ხო, ამ შემთხვევაში პირველ რიგში უნდა გამოვდევნოთ სისხლი, მაქსიმალურად უნდა დავამუშაოთ ეს ადგილი და აუცილებლად უნდა ამ შემთხვევაში ავიცრათ ან ავცრათ B ჰეპატიტზე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში B ჰეპატიტის შტამი ძალიან დიდხანს რჩება შპრიცზე, შეიძლება 2 და 3 კვირაც იყოს.
არა, არაფერი არ დაემართება თუ აცრილია. სტანდარტულად იცრება ბავშვი ეხლა ყველას ცრიან სამშობიაროში ყველა იცრება ბ-ჰეპატიტზე, ეს უკვე ყველა სამედიცინო პერსონალი, რომელსაც აქ შეხება, ყველა იცრება იმაზე და ვინც აქ შეხება დაუშვათ აივთან, იმისთვის არსებობს სპეციალური აბები, ასე ვთქვათ, რომელსაც აქ 48 საათიანი მოქმედება და აივის გადაცემა ამ შემთხვევაში პროფილაქტიკაა. აივზე დიდი გარღვევაა ეხლა ამერიკაში, ანუ პროფილაქტიკისთვის მოიგონეს 2 ვაქცინა. ნუ გილიარდია იძახის, რომ $5-25 ეღირებაო რა. ოღონდ ეს არის პროფილაქტიკა და არა მკურნალობა. ანუ აქ ამ შემთხვევაში პროფილაქტიკაზეა ლაპარაკი და აფრიკის ქვეყნებზეა უფრო მეტად ლაპარაკი. და ნუ ჩვენთან კატასტროფა ხდება მაგ თვალსაზრისით. ძალიან ბევრია აივ ინფიცირებული, რომელიც არ ვიცით. ძირითადად ASX მუშაკები ძალიან სერიოზული პრობლემაა. ისინი ვინც იყენებენ ნარკოტიკს პარალელურად თავისი, ასე ვთქვათ, მუშაობის დროს. და MSM-ები, რომელიც ასევე ძალიან დიდი კოღორტაა. MSM-ი არის men have sex with men, ანუ ეს არის ესკორტი მამაკაცები და არა გეები, ანუ რომელსაც აქვს სექსი ქალთანაც, კაცთანაც, ფულზე მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა. ბათუმში, თბილისში ძალიან დიდი პოპულაციაა და ყველაზე მეტი დღეს აივ ინფექცია არის, იმიტომ რომ ისინი სექსის დროს იყენებენ ესეთ ტიპის ნარკოტიკებს. ამას ქვია ქიმსექსი, როცა მოკლედ სექსის დროს იყენებენ ფსიქოსტიმულატორებს, როგორც არის მეფედრონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, იმისთვის რომ ან მოწევრით, ან ნემსით, ან შესუნთქვით, მოკლედ ეს არის ერთ-ერთი ესეთი ძალიან სერიოზული გზა გადაცემის, იმიტომ რომ ეს ორგიები ეწყობა და ამ ორგიების დროს ხდება ძალიან ესე ვთქვათ, არა კონტროლირებადი ქცევა და ამიტომ გადაცემა აივის და სხვა დაავადებების და ნარკოტიკის გავრცელება ამ დროს ხდება ძალიან მოკლედ ისე რა ქვია. ეს არის ძირითადი, ასე ვთქვათ, რაც ზედოზირებებს ეხება და რაც არის ყველაზე საყურადღებო, რაც უნდა ვიცოდეთ. ეხლა თუ ზუსტად ვიცით რა ზედოზირება, რა თქმა უნდა, მაგრამ არასოდეს არ შეგეშლება, თუ ერთხელ მაინც ნახავ ამ ესეთ სცენას, აუცილებლად მიხვდები რა არის ზედოზირება რა. ღმერთმა ნუ განახოთ, მაგრამ ნუ ეხლა დღეს ისეთ სიტუაციაა, რომ შეიძლება ჩვეულებრივად ქუჩაში შევხვდეს ესეთი რამე და ქუჩაში ეზოში, ქუჩაში სახლში მეზობელთან და რა ვიცი, სადაც რესტორანში, კლუბში და ყველგან. რა კითხვა? კი. ნარკოდამოკიდებულებმა შეიძლება იცოდე, მაგრამ შეიძლება დაუშვათ რა არიციან, არ ვიცით ჩვენც. ოპიატები რო ახსენეთ, რა ნივთიერებები შედის და რა იგულისხმება ოპიატებში. კაი. ოპიატი არის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური ნარკოტიკი, რომელიც მოიპოვება ყაყაჩოსგან. ეს არის დიდი ესეთი ყაყაჩო, რომელსაც ქვია პოპავერუმ სომნოვერუმ, ანუ ეს არ არის ჩვეულებრივი ესეთი ყაყაჩო ჩვენთან რო იზრდება, ანუ ეს არის ძირითადად დიდი ყაყაჩო, ვარდისფერი ან წითელი ყაყაჩო, რომლის ყვავილის ჩამოვარდნის შემდეგ რჩება ესეთი ბოჭკო, რომელსაც აი ვაზის დანები როა, ხო იცით, ესეთი მგვალი, ესე ჭრიან ამ ბოჭკოებს და იქ რძე გამოდის და ეს არის ოპიუმი. რომლისგანაც შემდგომ მზადდება ბუნებრივი ოპიატები, როგორიც არის მორფი, კოდეინი, ეს არის ბუნებრივი ოპიატები. არის სინტეტური ოპიატები, ეს არის ფენტანილი, რომელიც არის ყველაზე მძიმე დღეს ნარკოტიკი და ყველაზე რომელმაც გადაატრიალა მსოფლიო და უმძიმეს შედეგები გვაქვს და ჩვენ კიდე კარგად ვართ მაგასთან შედარებით, ისე რომ მასიურად ჩვენთან არ არის და ეს არის მეთადონი მაგალითად, ეს არის ბუნებრივი, ანუ სინთეზური ოპიატები
და არის ნივთიერებები, რომელიც მე ნახევრად სინთეზური, რომელიც მზადდება ოპიატისგან, ეს არის ჰეროინი. რომელიც ამზადებენ ოპიუმის დამუშავებით სინთეზურად. რა, ეს არის ოპიატი. ეს არის, ყველაზე ასე ვთქვათ, გავრცელებული დღეს ნარკოტიკი, რომელსაც ინტრავენურად მოიხმარენ, რომელიც ითვლება აი ზედოზირება ხდება ძირითადად ამ ნივთიერებებში. ჰეროინი, მეტადონი, ფენტანილი, კოდეინისგან ნაკლებად, იმიტომ რომ ძალიან სუსტია, ძალიან ბევრი უნდა დალიო კოდეინი, რომ ზედოზირება მოხდეს, თუმცა შესაძლებელია. ანუ რა არის მთავარი ოპიატის? ანუ ოპიატი გუნავს სუნთქვის ცენტრს. და ეს არის ყველაზე ცუდი და ზედოზირება ხდება. რაც უფრო ძლიერია ოპიატი და რაც უფრო მომხმარებელია და არ არის დამოკიდებულ ადამიანს აქვს ტოლერანტობა. იმიტომ რომ ის გარკვეული, ასე ვთქვათ, დოზით იღებს და მისი ორგანიზმი მიჩვეულია, ასე ვთქვათ. თუმცა არც ერთი დამოკიდებული არ არის, ან ადამიანი რომელიც არის ავად და არის დამოკიდებული, ის არ არის დაცული ზედოზირებისგან, იმიტომ რომ ტოლერანტობა შეიძლება ქონდეს მაღალი, მაგრამ საზღვარია და შეიძლება ისეთი რაოდენობა მიიღოს, რომ ზედოზირება არის. ზედოზირება ხშირია, როცა აი იმკურნალა, არის სუფთა და გავიდა. ანუ როცა იყო ციხეში დაუშვათ და ეს ამიტომ არის ციხე ძალიან ცუდი რამ. ციხე არის იძულებითი რემისია, როცა ადამიანი გარკვეული პერიოდი აქვს იძულებით თავშეკავება, რომ გამოდის ციხიდან და მოიხმარს ნარკოტიკს, ეგრევე ზედოზირება არის და ყველაზე მეტი ადამიანი მაშინ იღუპება. ზედოზირება არის მაშინ ოპიატებით, როცა მომხმარებელი არის და არ არის დამოკიდებული, ანუ აი ახალი ის არის არიცის დოზა, არიცის რაოდენობა და ასე შემდეგ. ოპიატი არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში თავისი ზიანის მოტანის თვალსაზრისით. ამიტომ ფენტანილით მაგალითად შარშან ამერიკაში 290,000 ადამიანი გარდაიცვალა. დღეს მთელი ამერიკის ჯანდაცვა მიუწოდებს, რომ ყველა ამერიკელს ჯიბეში კონდეს არ აქვს მნიშვნელობა ხარ მომხმარებელი თუ არა, უნდა კონდეს ინტრანაზალური ნალოქსონი, რომელიც ვერ მივაღწიეთ, რომ საქართველოში იყოს. ძვირადღირებულია ისე? არ არის ძვირადღირებული, მაგრამ არ შემოაგვთ. ამასი აფთიაქშიც უნდა ხა ნებისმიერ აფთიაქში ჩვენ უნდა შევიდეთ და უნდა იყოს ნარკანი, უნდა იყოს ნალოქსონი, მაგრამ აი შედით ხა აფთიაქში და იკითხეთ არ არის. ბათუმში ეხლა ერთი კვირის წინ დაგჭირდა ნარკანი და ოზურგეთში ვიშოვეთ. ოზურგეთიდან სანამ ის მოკვდა ის ბავშვი, სანამ ის ჩაიტანეს. იმიტომ რომ ვერავინ ვერ უშველა. სასტრაფოსაც არ ქონდა. ამ დროს სასტრაფოს აუცილებლად უნდა ქონდეს. აი ეს არის აი ჩვეულებრივი წყალი, რომელიც აი წყალი რომ ანუ ეფექტიც ესეთია რა, ადამიანი მართლა შავი, ლურჯი, მკვდარი არ სუნთქავს და გაუკეთებს და მართლა 5 წუთში იღვიწებს. ანუ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ ძალიან ეფექტური საშუალება, იმიტომ რომ ის ან თავისუფლებს ეხლა ოპიატურ რეცეპტორებს, ანუ ეგრევე აშორებს, ანუ ბლოკირებას ახდენს და უკვე აღარ ჩადის იქ ოპიატი და ჩერდება. მაგრამ ეხლა არის მეტადონი, რომელიც არის ხანგრძლივი მოქმედების და შეიძლება ერთმა ინიექციამ ნარკანმა არაფერი არ უქნას. თუმცა სუნთქვა შეიძლება აღადგინოს, მაგრამ მეორე ტალღა წამოვიდეს, მესამე ტალღა წამოვიდეს, მეოთხე ტალღა, ანუ გონია რომ კარგად არის, მაგრამ მერე ტალღა ისევ მოკლედ მოიმატოს და შეიძლება ადამიანი ანუ გონია რომ გამოვიყვანეთ მდგომარეობიდან, მაგრამ შეიძლება ისევ უკან შებრუნდეს. ანუ ამ შემთხვევაში ნებისმიერ შემთხვევაში ესეთი ავადმყოფი ადამიანი უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში და გადავიყვანოთ ხელოვნურ სუნთქვაზე. ეს არის აუცილებელი, სანამდე ინტოქსიკაცია არ მოიხსნება და ორგანიზმიდან მთლიანად არ გაირეცხება ის აი მეტადონის შემთხვევაში შეიძლება ნარკანმაც არ უშველოს რა, ანუ რაღაცა კი იზამს თავის საქმეს, მაგრამ მოკლედ ნაკლებად. გისმენთ? მაგაზე არ მოქმედებს.
ხო, მაგაზე არ მუშაობს ნარკანი, ანუ არ არსებობს ანტიდოტი ამ შემთხვევაში. ჩვენი დახმარება ამ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში, როცა ქუჩაში ჩვენი დახმარება ამ შემთხვევაში არის ის, რომ მაქსიმალურად მალე მივიყვანოთ სამედიცინო დაწესებულებაში. იმიტომ ხა დიაზეპამს ჩვენ ვერ ვიშოვით, წნევას ჩვენ ქუჩაში ვერ გაუზომავთ, პულს ვერ გაუზომავთ და ასე შემდეგ, ხო? ანუ თუ გვაქვს მაგის საშუალება, რა თქმა უნდა. ანუ ჩვენი მთავარი მიზანი, როცა არის ფსიქოსტიმულატორი, ან ჰალუცინოგენი და ვხედავთ, რომ ან მანიაკალური სტადია, ან დეპრესია, ან სუიციდისკენ მიდრეკილებაა, ხო? ანუ ჩვენი დახმარება არის არ დაიშავოს თავი, მაქსიმალურად, ანუ არ გადახდეს, არ მოიკლას თავი, არ გაგვექცეს, არ შევარდეს მანქანის ქვეშ, დაუშვათ, ხო? მაგრამ თუ ვხედავთ, რომ მაგალითად და გამოვიძახოთ სასწრაფო. თუ ახლა დიაზეპამს სად ვიშოვით, ვერ ვიშოვით, ხო? ანუ უნდა დავამშვიდოთ. შეიძლება ჩვეულებრივი საუბარმაც კი დაამშვიდოს. და არ არის აუცილებელი რაღაცა დიაზეპამი უკეთოთ. შეიძლება საუბარზე, გვერდზე ყოფნით, შეიძლება დამშვიდდეს და სულ არ ჭირდებოდეს დაუშვათ დიაზეპამის გაკეთება ამ შემთხვევაში. ანუ ქმედებამაც შეიძლება სიტუაციიდან გარიდებამ დაუშვათ, ხო, რაღაცნაირად შეიძლება, მაგრამ ხა თუ ხედავთ გაწითლებულია, გონებას კარგავს, ხო, ამ შემთხვევაში ჩვენი პირველი მიზანია რაც შეიძლება, ანუ არ უნდა მივატოვოთ. ამ პირველი არასოდეს ესეთი ადამიანი არ უნდა გავიაროთ გვერდზე. იმიტომ რომ ნებისმიერ ჩვენი გულგრილობამ შეიძლება აი გვეგონა რომ არაფერი დალია, სულ არ არის გამორიცხული რომ არ კი არ დალია და მთრალია, ამ დროს არის ზედოზირება. რომ გონია რომ აი ეხა დაუშვათ პარკში წევს და ის არის შეიძლება მიტოვებულია ზედოზირება და გვამია. რამდენი შემთხვევა ყოფილა ესეთი, რომ ეგონათ რომ ნასვამია და ნუ არავინ არ მიკარებია, ხო? აუცილებლად დარწმუნდეთ რომ ეს ადამიანი არის ცოცხალი რა. გულგრილობა ამ შემთხვევაში და არ გაკეთება არაფრის ძალიან საშიშია იმ ადამიანისთვის რა. მე მოვიტყოდ ვარაგოთ. სტატისტიკა როგორც ვიცი და მიგია ხოლმე იშვიათად როგორც არ არსებობს ან რაღაც შორეული. თქვენ გაქვთ ამ სტატისტიკა რაც ეხება. შარშან იყო 40-ზე დოზირება, რომელიც სიკვდილით დამთავრდა. ეს რაც მოხდა ანუ რომელიც მოხდა სამხარაულში და რომელიც ოფიციალურად განაცხადა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის 4-ჯერ ან 6-ჯერ მაინც მეტი. რეალური ციფრი არის ბევრად უფრო მეტი, იმიტომ რომ კანონი არ ავალდებულებს, ანუ ეს არის ოჯახის დისკრეცია. ანუ როცა დასკვნა, როცა ადამიანი გარდაიცვლება, გარდაცვალების სიკვდილის მიზეზს ეუბნებიან მხოლოდ ოჯახს. ანუ არც სამედიცინო წრეებმა ვიცით, არც ეხა სამხარაულმა იცის, რა თქმა უნდა და აქ რა ტიპის სიკვდილი იყო, მაგრამ ოფიციალურად ეს არის ოჯახის დისკრეცია და ოჯახი, რა თქმა უნდა, სტიგმის და იმის გამო, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მალავს და ამიტომ ეხა რომ გავიგებთ, რომ ეხა 30 წლის ბიჭი ინფარქტით გარდაიცვალა, ყოველთვის გვაქვს იმის ეჭვი, რომ ეხა იქ იყო ზედოზირება რა და 25 წლის ბიჭი ეხა. თუმცა ეხა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებით, ინფარქტით და ინსულტით შეიძლება 25 წლის ბიჭიც გარდაიცვალოს რა. ესეთი შემთხვევებიც არის. კი, და ძალიან ცნობილი შემთხვევები არა. მარიხუანის ზედოზირება თუ არსებობს? მარიხუანის არ არსებობს. მაგრამ არსებობს გაშიშური ფსიქოზი, რომელიც არის ერთ-ერთი გართულება მარიხუანის მოხმარების. თუმცა ძალიან ბევრი კამათი მიდის, ანუ მარიხუანისგან ვერ მოკვდები. გამორიცხული, ანუ სიკვდილი მარიხუანისგან არ დადგება. ერთადერთი შეიძლება მოკვდე 1 ტონა მარიხუანა თავზე თუ დაგეცა, ამ დროს შეიძლება მოკვდე. სხვა შემთხვევაში ვერ მოკვდები. არის ფსიქოზი. ზედოზირება მარიხუანის არის როგორც, იმიტომ რომ მარიხუანა არის ფსიქოსტიმულატორი, ამიტომ ისეთივე ზედოზირება, როგორც ფსიქოსტიმულატორის ან ჰალუცინოგენების დროს.
თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რაც ახასიათებს მარიხუანასთან ასოცირებული ეს არის გაშური ფსიქოზი ჩვენთან ამას ჩარჩენილებს ეძახიან მოწია და ჩარჩაო ხო ანუ ამას ჩარჩენილებს ეძახიან ოღონდ აქ არის ძალიან ისეთი ასე ვთქვათ განსხვავება ბევრი მსჯელობის მერე დადგინდა რომ ეს იყო ადამიანის პრედისპოზიცია ანუ მას ჰქონდა ეს დაავადება და მარიხუანამ უბრალოდ მოახდინა პროვოცირება ამისი და განვითარდა ფსიქიკური აშლილობა ძალიან მძიმე ფორმის. იმას რომ მარიხუანა არ მოეწია, შეიძლება არაფერი არ მომხდარიყო და თელი ცხოვრება არაფერი არ მოსვლოდა. მაგრამ შეიძლება სულ არ მოეწია მარიხუანა და მაინც ეს დაავადება განვითარებული იყო სტრესზე, ტრავმაზე და ასე შემდეგ. ამიტომ მარიხუანის ზედოზირება არის ეს ძირითადად ეს არის ფსიქოზი, галлюცინოზი, მაგრამ მარიხუანას არ ახასიათებს შემაშინებელი галлюცინაციები, ანუ bad trip-ი ძალიან იშვიათია. ანუ ამ შემთხვევაში მარიხუანისთვის ეს bad trip-ები და ესეთი რაც დაუშვათ LSD-ს ახასიათებს, მეტამფეტამინს და ესეთ ანუ ესეთ კოკაინს დაუშვათ ხო bad trip-ი. ესეთი ნაკლებად ახასიათებს მარიხუანას რა, თუმცა რა თქმა უნდა ახასიათებს галлюცინაციაც, ასე ვთქვათ, მაგრამ გააჩნია ხა მარიხუანა არის ისეთი ჰიბრიდებია და ისეთი დისტილატებისგან გაზრდილია, რომ ანუ ეს თვითონ ნარკოგენული ნივთიერება რაც არის, ეს ხო ტეტრაჰიდროკანაბინოლი შეიძლება 30-35 არის აღწერილი, ამაზე ყველა მეკამათება ეს მწეველები, რომ ესეთი არ არსებობს და არის 65%-მდეც კი აღწევს ხანდახან ტეტრაჰიდროკანაბინოლი და ეს არის კატასტროფა, რა თქმა უნდა, მაგისგან ინტოქსიკაცია კი არა, შეიძლება ისეთ ფსიქოზი განვითარდეს, რომ ესა საკმაოდ მძიმეა, თუმცა მარიხუანა ძალიან საინტერესო მცენარეა. არ არის თლათ ესეთი გადასაგდები მცენარე, იმიტომ რომ დღეს მარიხუანა ძალიან აქტიურად მედიცინაში იყენებენ. აი ამ წუთას სადღაც 600-მდე კვლევა მიდის მსოფლიოში მარიხუანის სამედიცინო მოხმარებაზე და დღეს მაგალითად მარიხუანა გამოიყენება ონკოლოგიაში ძალიან აქტიურად როგორც ანტიმიმეტიკი ქიმიოთერაპიის დროს როცა ადამიანები ვერ იტანენ და ემნაკლები ის არის ჰოსპისებში როცა ადამიანს უკვე განწირულია და დაუშვათ მის სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა ის აუმჯობესებს ხასიათს ასე ვთქვათ პირველი ტიპის დიაბეტის დროს არის კვლევა და ძალიან ალცგეიმერის პარკინსონის დროს მორფი რო არ იყოს დღეს მსოფლიოში ჩათვალეთ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვლებოდა. ნარკოტიკი შეიძლება იყოს ძალიან სასარგებლოც, მაგრამ რა თქმა უნდა, მისი არასწორი გამოყენება იწვევს დამოკიდებულებას. ეხლა შეიძლება ადამიანი 2 კვირა იწვეს რეანიმაცია, ანუ მოტეხილი ფეხი კონდეს, არ იყოს ადიქტი, ყოველ დღე მორფს უკეთებდნენ და ისე წავიდეს სახლში, რომ საერთოდ ვერ გაიგოს, რომ მორფს უკეთებდნენ. ანუ არ განვითარდეს არანაირი დამოკიდებულება, იმიტომ რომ იმისი ტვინი იქ არ არის ამ წუთას მიმართული რა. და აბსოლუტურად სხვა მიმართულება აქვს და შეიძლება ერთი გაკეთებიდან ისეთი ადიქტი იყოს, რომ დაამთავროს თავის ცხოვრება ძალიან მძიმე დაავადებით. ანუ ეს არის ადამიანის ფსიქიკაზეა დამოკიდებული. ბატონო, პირველი თქვენი გასწრება ინტერვიუზე ჩავწერეთ. იმამ შეუშალეთ და რამდენიმე დავაგნა მაშინ და ეხლა კი მადლობა რომ მოგვეხმარეთ ამ ცოდნის მიღებაში. გოგითხვას დავსვა მე პირადად. სტატისტიკა თუ გვაქვს ნარკოდამოკიდებულების შესახებ. კი, ვარ. და როგორია? რა, კარგი არ არის. 2% მოსახლეობის დღეს არის პრევალენტობა არის 2% დასრული მოსახლეობის დღეს არის დაავადებული. მესამე ადგილზე ვარ მსოფლიოში ინტრავენური მოხმარების კი, ჩვენ ხო ყველაფერს წესრებით ვარ. ჩვენ ბევრ ქვეყანა
გააჩნია, ყველა ქვეყანაში თავის ტიპია მოხმარების. ჩვენთან ყველაზე დიდი პრობლემა არის ინტრავენური მოხმარება, რაც არის ყველაზე დიდი პრობლემა. ანუ პრობლემური ნარკოტიკის მომხმარებელი არის ინტრავენური, რომელიც დღეს ქვეყანაში არის 50,000-მდე. მე არ ვამბობ ადამიანები, რომლებიც ეხლა წინა ფსიქოსტიმულატორებს და იმას ხნოსავენ, ეს ვინც ინტრავენურად მოიხმარს, ერთკვლევით არის დადასტურებული. მარიხუანას რამდენი მოიხმარს? ნუ ჩემი ვარაუდით დაახლოებით 400-500-1000 ადამიანი მოიხმარს მარიხუანას. მარტო მარიხუანას. დანარჩენი ხა ეს ფსიქოსტიმულატორები და დანარჩენი ნარკოტიკი პლუს საფთიაქო ნუ კაროჩ კარგათა ვართ რა. ეს მყარად. ასაკი რაღაც მინიმალური ზღვარი გვაქვს ის ცნობილია. კი 12 წელი. ინტრავენური ის? ინტრავენურიც ყავს 13 წლის კი. კი მქონია, მაგრამ თუ არ ყავს მეორე არ აგვაქვს უფლება მისი მკურნალობის. თორე ყავდა 13 წლის ინტრავენური მომხმარებელი. აი მოზარდებს და მოპირადად მეკითხა და კი მიდაცემა იქნება მოზარდიშვილები ყავს უმეტესად მოპირადად ბიჭები და როგორ ველაპარაკოთ ან რა ველაპარაკოთ აი ცოტა ის რამოდენიმე ხნის წინ მეგობარმა გამოსიერა 16 წლის შვილი ყავს და არჩი რაღაცა ეს პატარასთი ჩაის პაკეტებით პატარა რაღაცა ფულს რა ბალიშებს სნეპი. ადუნებს ენის ქვეში აი ცოტა მაგით ძალიან რი როგორ საერთოდ რა როგორ ველაპარაკოთ რა შეიძლება რა აღარ შეიძლება და არ ვიცი რა ცოტა ესე უნდა ელაპარაკოთ ყველაფერზე რაც მათ აინტერესებთ ასოც არ უნდა მოატყვილოთ და არ უნდა ელაპარაკოთ სისულელეები ეს არის ყველაზე მთავარი იმიტომ რომ ის აუცილებლად გადაამოწმებს იმას რასაც თქვენ ეუბნებით ამიტომ პირველ რიგში თქვენ უნდა ისწავლოთ რა უნდა ელაპარაკოთ რომ გითხავთ რა არის მარიხუანა უნდა უთხრათ რა არის მარიხუანა და არ უნდა მოატყვილოთ. შეიძლება თქვენ არ გკითხოთ, მაგრამ რაღაცა გვერდით ესეთი კითხვა დაგისვათ, რომ იძულებული. შეხედეთ, რაც უფრო მეც მოვატყვილებთ და არ ვიქნებით გულახდილები მათთან, მით უფრო მეტი სისულელეს იზამენ, იმიტომ რომ ისინი მიიღებენ არასწორ ინფორმაციას ქუჩაში, არასწორ ინფორმაციას ინტერნეტიდან, ფორუმებიდან, სადაც თვითონ არიან და ასე შემდეგ. არ არის აუცილებელი ველაპარაკოთ ნარკოტიკზე. არ არის აუცილებელი რა მარიხუანა ეს არის ბალახი რომ არ არის აუცილებელი. ადამიანი მიდის ნარკოტიკთან მაშინ, როცა მას აქვს პრობლემა კომუნიკაციის, ბულინგის, არ არის კომფორტულად გარემოში, სახლში, ეზოში, სკოლაში და ასე შემდეგ. ანუ მთავარი პრობლემა არის მოზარდებში, რატომ მიდიან ნარკოტიკთან და რატომ მათთვის არაფხიზელი მდგომარეობა არის კარგი, იმიტომ რომ მათ უჩნდებათ უამრავი კომპლექსი. ამ თაობას ბევრად უფრო მეტი კომპლექსი აქვს, იმიტომ რომ რეალური კომუნიკაცია დაკარგეს. აი ბავშვები ბავშვებს არ ერთმანეთში ეხა მე და ეს რო ვიჯდეთ აქ მესიჯს მომწერს და მეც მესიჯს მივწერ. ანუ მათთვის ვირტუალური ურთიერთობა ბევრად უფრო კომფორტულია ვიდრე რეალური. ამიტომ ემოცია აქვთ ნაკლები, ხო? ანუ ტელეფონი როცა ვერ ხედავ ვინ გელაპარაკება, ბევრი, მაგრამ როცა ხედავს, ხო, ის იმ წუთასვე იკარგება, იმიტომ რომ არ იცის კომუნიკაციის უნარი აქვს დაკარგული. ეს არა მარტო ეს ყველა ბავშვს აქვს დღეს, ანუ ეს არის პრობლემა, ძალიან სერიოზული. მე ის რომ აი ამ კომუნიკაციის არ არსება, არ ყავთ მეგობრები, არ დადიან ეზოში, არ თამაშობენ, არ აქვთ ურთიერთობა, ძირითადად იმასთი გართობა არის ვიდეო თამაშები, гаджеტი და ასე შემდეგ, ხო, ანუ აი ცოცხალი კომუნიკაცია ნაკლებად აქვს. პლუს ეს არის ბულინგი, ხო? ერთ-ერთი ყველაზე ტრავმი, მასწავლებლისგან ბულინგი, მშობლისგან ბულინგი, მეგობრისგან ბულინგი და ასე შემდეგ. მე ეხლა ამ ბოლო დროს ძალიან ხშირია
სექსუალური პრობლემები, იმიტომ რომ სექსუალურად, ანუ აი ეს ურთიერთობის და ვირტუალური იმის პრობლემების გამო აუცილებლად არაფხიზე მდგომარეობაში ხდება და შეიძლება მე სექსი 13-14 წლის დაუცველი რაღაცა, ანუ ამისთვისაც მზად არ არიან, ანუ არ იციან როგორ დაიცვან თავი, როგორ ანუ სექსუალური აღზრდაც აუცილებელია. შეხედეთ ფიზიკური ნარკოტიკთან მიდის ადამიანი, რომელსაც არ აქვს ფიზიკური და ემოციური კომფორტი. და არის სულ აი ჩხუბში, ომში, სახლში, სკოლაში, ისი უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. როცა არის არაკომფორტულ გარემოში. თუ თქვენ ხედავთ, რომ ის არის არაკომფორტული და პლუს ძალადობა, მშობლების მხრიდან. ფეხბურთი, ინგლისური, ფრანგული, ჩინური, მათემატიკა, რუსული, ისა, ხატვა, და კაროჩი ტიპს არ აქვს, თავისუფალი დრო არ აქვს ელემენტარულად რა. იმიტომ რომ ის არ მოსწონს, სადაც დაყავთ. სტრესი, რა თქმა უნდა, სტრესი, რომელიც არის მუდმივი სტრესი ამში. ეს არის ძალადობა ჩვეულებრივ ადამიანებს. შეიძლება ერთ სპორტზე იაროს, არ არის აუცილებელი 5 სპორტზე იაროს, კაცო, სპორტი, ან საერთოდ შეიძლება არ იაროს და უბრალოდ დილას ივარჯიშოს და ან იმ საღამოს, სულ არ არის დარბაზებში იაროს და ოფიციალური პროფესიონალური სპორტსმენი გახდეს. და პლუს არ ნდობა მშობლებს, იმიტომ რომ მშობელი ყოველთვის თქვენ თავს ივიწყებთ, როგორები იყავით, მაგრამ თქვენ რო იყავით ესეთი ის სხვა სიტუაცია და სხვა ეპოქა იყო. თქვენ ძალიან გიჭირთ გადმოწყობა მათ, ასე ვთქვათ, ტალღაზე და მაინც ცდილობთ, რომ არ უნდა გაუგოთ, უნდა მოусმინოთ, უნდა დაელაპარაკოთ, უნდა იყოთ მეგობრები თქვენი შვილების, თუ გინდათ, რომ ის ნარკოტიკთან არ მივიდეს. თუ თქვენ გარიყავთ, არ დაელაპარაკებით, არანაირ დროს არ მონახავთ მისთვის, ის აუცილებლად მივა. ნარკოტიკით არ იწყება. იწყება სასმელით. პირველი. ეს არის ლუდი, ეს არის ენერგეტიკული სასმელები, ეს არის კოკა-კოლას დიდი რაოდენობა, ეს არის ყველაფერი დამოკიდებულება. როცა უზომოდ სვამს კოკა-კოლას, უზომოდ სვამს ენერგეტიკულ სასმელებს, უზომოდ ჭამს კბილს. ეს ყველაფერი არის დამოკიდებულების ადიქციის ერთ-ერთი ფორმები. როცა ის არაკომფორტულად გრძნობს თავს და ამითი ცდილობს, რომ დაიმშვიდოს და კომფორტი იგრძნოს, ხო? ანუ ეს არის მისი კომფორტი ამ შემთხვევაში. მერე შემოდის სიგარეტი, მერე შემოდის მარიხუანა, მერე შემოდის უკვე სხვა ტიპის ნარკოტიკები და ასე შემდეგ, თამაში არანაკლები პრობლემაა რა. იმიტომ რომ გაკონტროლება თამაშის ძალიან უჭირთ, იმიტომ რომ მიჯაჭულები არიან гаджеტებზე და ტელეფონებზე, ხო? ანუ ჩვენი ქმედება არის, რომ ჩვენ ვიყოთ ჩვენი შვილების არა მენტორები, არამედ მეგობრები, მაქსიმალურად და ვეცადოთ, ოღონდ ყველაფერი ანუ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მისი მოთხოვნა უნდა შეასრულო, ან quelაფერი უნდა თვითონ უნდა აი რა არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს საქართველოში, ეს არის ინფანტილიზმი, ეს არის ადამიანები, რომელიც 20, 30, 35 წლის ისე ხდებიან, რომ არანაირი გადაწყვეტილების საშუალება არ აქვს, უნარი არ აქვს, ისე მოყავთ ცოლები, გოგოებს უფრო ნაკლებად, გოგოები უფრო მეტად აქტიურები არიან ამ შემთხვევაში და ცდილობენ. აი ბიჭებში არის ეს პრობლემა ძალიან ინფანტილიზმის რა, როცა ვერ აკონტროლებს და არ იცის რა უნდა, როგორ უნდა და ასე შემდეგ. ამაზე უნდა ელაპარაკოთ, მაგრამ თუ დაინტერესდა, ხო, თქვენ უნდა იყოთ მზად ამისთვის, რომ სიმართლე უთხრათ. არა ამ თემაზე ჩვენ არ ვილაპარაკებთ და სექსი არ არსებობს, ეს არის სისულელე ხა. ხო, ეხლა როცა კითხა, გოგო ბიჭი ნაკლებად კითხავს დედას, უფრო მამასთან თუ აქვს, მაგრამ მამებთანაც არ აქვს, ამიტომ ცდილობენ ერთმანეთს გაუზიარონ რაღაცა. მასტურბაცია არ არის დანაშაული. ეს არის ბუნებრივი, ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც აუცილებლად ჭირდება. და ამის გამო დასჯა, ყვირილი და რასაკეთებ, არის უბრალოდ დაუშვებელი რა.
და არის ჩვეულებრივ, როგორც გოგოებში, ასე ბიჭებში. ამიტომ ეს არ არის ის, რომ აუცილებლად შენ რა ქენი ეხლა და რა უბედურებას აკეთებ და რაღაც. ბუნებრივი პროცესია. ამიტომ ეს ყველა სტრესი იწვევს მერე იმას, რომ ის მიდის სხვაგან. ის მერე მიდის, რომ მიიღოს ნარკოტიკი, ის მიდის იქ, რომ აუცილებლად მერე არ იყოს ფხიზელი, რომ კომფორტი შეიქმნას ამ თავისი არასიფხიზლით რა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზურაბ. რავი, თუ გაქვთ კიდე კითხვა, არ არის პრობლემა. კი. საქართველოში არის მეტადონის პროგრამა, რომელიც იდეაში არის იმისთვის, რომ აი ეს ოპიუმი ჩაანაცვლოს და სრულად გადააგდებინოს. მე პირადად ხშირად ვსმენი, აი ვინც არის მაგ პროგრამაში ჩართული მაგ ადამიანებისგან, რომ აი ძალიან ამშვიდებს და ეხმარებათ, მაგრამ მე პირადად ვნახე რა მდგომარეობაში იყო, ანუ მის ჩართვა უნდა ამ პროგრამაში და რო ილოდებოდა ამ ლოდინის დროს ძალიან გაგიჟებული იყო და ვეღარ ითმენდა. მაგრამ თანამედროვე ამბობენ იმას, რომ ანუ ეს ყველაფერი შველის. რამდენად შველის. შეხედეთ, მეტადონის პროგრამა ჯერ პირველი, რაც არასწორად თქვით, ეს არ არის გადასაგდებად და არ არის სამკურნალოდ და არ არის ის, რომ ნარკოტიკს უნდა აუცილებლად თავი დაანებოს. ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამები, მეტადონის, სუბუქსონი და ასე შემდეგ, ეს არის ზიანის შემცირების პროგრამა. როცა ადამიანი ინტრავენურად მოიხმარს ნარკოტიკს, არ მოიხმაროს ინტრავენურად, არ იყიდოს დილერთან და სახელმწიფო მას ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ აძლევს ნარკოტიკულ საშუალებას. ეს შეიძლება იყოს 1 თვე, 3 თვე, 5 თვე, შეიძლება იყოს მთელი ცხოვრება. არავინ არ აიძულებს იმ ადამიანს არც პროგრამაში ჩართვას და არც პროგრამიდან გასვლას. მე მაგ დიაბეტი და ჰიპერტენზია და ყოველ დღეს სვამ წამალს დილას და საღამოს, იმიტომ რომ არ ამიწიოს წნევან და არ მოვკვდე. ესევე არის ეს ადამიანი, ოღონდ ეს სვამს ნარკოტიკს, იმიტომ რომ ის იყო დამოკიდებული, დაავადებული და მას ჭირდება, იმიტომ რომ მას უბრალოდ ფიზიკურად თქვენ რო დგებით დილას და არ ვიცი ყავას სვამ, მე ხა დილას რო ავდგები, უნდა დავლიო ყავა, იმიტომ რომ მე აბსოლუტურად უფუნქციო ვარ, თუ 2 ჭიქა ზედიზედ არ დავლიო, მეც დამოკიდებული ვარ. ესევე არის ეს ადამიანი. ის ადამიანის უკვე ორგანიზმი ისე არის აწყობილი, რომ მას თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მიიღო ეს ნარკოტიკი, უბრალოდ ფუნქცია ადგომა არ შეუძლია. აშლილია კუჭი, ყველაფერი ტკივა, გულიერება, ცუდად არის, ფიზიკური რაღაცებია პლუს ტვინი. მაგრამ ეხლა რა შვება ეს პროგრამა? დროთა განმავლობაში ეს ადამიანი ასე ვთქვათ, იცვლის ქცევას. აღარ იკეთებს, ანუ ინტრავენურად, აღარ შოულობს ფულს, რომ იყიდოს წამალი, არ ჩადის კრიმინალს, ანუ არ პარავს ვიღაცას, რომ იმ ნარკოტიკი იყიდოს, არ ყრის შპრიცს, რომელიც მერე ბავშვს შეერჭობა და არ მოკვდება ზედოზირებისგან და არ დაემართება აივი და ცეგეპატიტი. იმიტომ რომ ის არის მოვლილი სამედიცინო დაწესებულებაში დადის და ექიმის მეთვალყურეობის იღებს გარკვეულ დოზს. რა თქმა უნდა, არის ადამიანების გარკვეული პროცენტი, რომელიც და ეს არის დაახლოებით 5-დან 10%-მდე, ვინც არის ჩართული პროგრამებში, რომელიც ვერ ეგუება და ადამიანი, რომელიც იქ დადის და სვამს და არის, თქვენ იმას ვერ ხედავთ. იმიტომ რომ ის არის ჩვეულებრივი, როგორც მე და თქვენა ვართ. ზუსტად დალევიდან 2 საათში ის არის ჩვეულებრივი. თქვენ ხედავთ იმას, ვინც აშავებს, ვინც ამატებს რაღაცებს, იმიტომ რომ მას უნდა кайფი. იმიტომ რომ
ეს ნარკოტიკი, რომელიც გამოიყენება ჩანსწრებით თერაპიის პროგრამაში, რეალურად არ იწვევს თუ დოზა არის სწორედ შერჩეული და ის არაფერს არ ამატებს, არ იწვევს ეიფორიას. ის მოქმედებს 72 საათი, იმას არ აქვს ფიზიკური მომენტი, ანუ არაფერი არ აწუხებს, ის ვენაში აღარ იკეთებს და არ ყრის შპრიცს, თვითონაც არ გადასცემს ინფექციას თუ არის დაავადებული და არც სხვას, ხო? არ ჩადის კრიმინალს, მიდის დალევს წამალს, როგორც მე ვსვამ დილას წამალს და მე მიდის აკეთებს თავის საქმეს. ან მუშაობს, ან ამაშვება და იმაშვება. ეს არის ჩანსწრებით თერაპიის იდეა ზოგადად და ესე უნდა იყოს. მაგრამ არის 5-6%, რომელიც არ ეგუება, რა თქმა უნდა და მას უნდა ეს кайფი. ნუ არ შეუძლია ეს ფხიზელი ყოფნა რა. ამიტომ ამატებს იქ საძილეს, იქ მარიხუანას, რაღაცას, რომ იყოს გაბრუებული, იმიტომ რომ მეთადონისგან ის უკვე გაბრუებული ვეღარ იქნება. მაგრამ ესიც შედეგია, იმიტომ რომ ის მაინც არ იღებს არალეგალურ ოპიატს, რომლისგანაც მოკვდება, რომელიც არ და ასე შემდეგ და რაც ვილაპარაკე ხა აღარ გავიმეორებ. ეს არის ჩანსწრებით თერაპიის პროგრამა. ჩართვაც ხდება გარკვეული კრიტერიუმებით. ანუ ყველა აუცილებლად ოპიატს უნდა მოიხმარდე. უნდა ან ჰეროინს, ან ფენტანილს, ან მეტადონს, ანუ შენ თუ მარიხუანას მოიხმარდა, კოკაინს, ან მეტამფეტამინს, ან მეფედრონს, ან იქ არავინ არ ჩაგრთავს. შენ უნდა მოიხმარდე ოპიატს და ისიც ინტრავენურად. უნდა იყოს 21 წლის ზევით და უნდა ქონდეს რამოდენიმე მცდელობა მკურნალობის მაინც. ანუ იქ ეხა ისე რომ მივედი ეხა მე და ყველამ ჩამრთო, მასე არ არის. იქ არის სპეციალური კრიტერიუმები, არის სპეციალური ექიმები, რომელიც ამას იმაშვება, მინიმუმ 1 წელი ინტრავენურად უნდა მოიხმარდე. შენ თუ 1 თვე მოიხმარ, შეიძლება არ ჩაგრთონ პროგრამაში, იმიტომ რომ გითხრან რომ შენთვის ჯობია ამ წუთას დეტოქსის გავლა, ვიდრე პროგრამაში ჩართვა. უპასუხეთ თქვენ კითხვას. თუ არა. როცა არის ფიზიკურად კარგად. შეხედეთ, დოზა არის დამოკიდებული მის დაავადებაზე. საშუალო და პლუს არის კიდე ერთი რამე. 60-დან 120 მილიგრამამდე დოზა, ანუ 60-დან 120 მილიგრამამდე ახდენს ოპიატური რეცეპტორების ბლოკირებას. ანუ ადამიანი, რომელიც არის პროგრამაში და ამ რაოდენობას სვამს, ანუ 60 არის ყველაზე იდეალური დოზა, ასე ვთქვათ. იმან თუ გაიკეთა ჰეროინი, ის ვერ იქცნობს. ანუ ბლოკირებას ახდენს. ამიტომ აქ კიდე ერთი მომენტია რა, იმიტომ ისინი ყოველთვის ცდილობენ ხარ თუ ჩაუვარდათ წამალი აუცილებლად გაიკეთებენ. ამიტომ უნდა კონდეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური კომფორტი. ანუ ის რომ დღეს დალია წამალი, მეორე დღეს დილას არ უნდა იყოს ცუდად. მიხვდით? თუ ის დილას ცუდად იღვიძებს, ანუ არ ძინავს ღამე, ცუდად იღვიძებს, ფიქრობს სულ გაკეთებაზე, ანუ მას დოზა არ ყოფნის, ხო? და შესაბამისად, ამიტომ უწევენ დოზას, მაგრამ დოზაც ტოლერანტო მივეჩვიე, ხო, ეხა 5 წელი ავსვამ, 10 წელი ავსვამ და უკვე ვეღარ ვძნობ, ამიტომ რაღაცა დოზაზე უმატებენ, მაგრამ ზოგი აკლებს, იმიტომ რომ აღარ ჭირდება, იმიტომ რომ ტვინით მორჩა, ტვინით. იმისთვის უკვე აღარ არის ეს მნიშვნელოვანი, ხვდებით, მაგრამ არიან ადამიანები, რომელიც უკვე ძალიან მძიმე დაავადებულები არიან, აქვთ ჰეპატიტი, ვენოზური პრობლემები, ციროზი, რა ვიცი, მილიონი პრობლემა და ნუ უბრალოდ უკვე მათი ორგანიზმი ნარკოტიკის გარეშე უბრალოდ ვეღარ ფუნქციონირებს. გისმენთ. მე თვითონ სამედიცინო მიმართულებით ვსწავლობ ესე კონკრეტულ ჯერამიჩები, მაგრამ მეორე კურსზე როცა ვიყავი, ემერჯენსში დავიწყო მაშინ მუშაობა და შემჩნეული იქ ექიმებს ყავდათ ერთი პაციენტი, რომელიც კონკრეტულად რაღაც პერიოდულად მოდიოდა ძლიერი ტკივილის ჩვენებით, რომ გაიგეთებინათ ინტრავენულად მორფინი. იქ იყო ესეთი შემთხვევა, რომ მეკითხება რომ რაღაც დოზით მისცეს, მაგრამ გაუკეთეს ესე ვთქვათ პლაცებო ეფექტის ბოლომდე ნატრი ქლორი და ამან ძალიან ისე იმოქმედა, რასაც მაშინ ვერ ვხარშავდი რატო. მაინტერესებს აი თუ არის კონკრეტულად მკურნალობის მიმართულებაში რაღაც ისეთი სახე, რომ პლაცებო მეთოდი. კი, პლაცებო ძალიან აქტიურად გამოიყენება საერთოდ ნარკოლოგიაში. პლაცებო შეიძლება
უთხრათ რომ გაძლევთ ახლა მორფს და ვაძლევთ შაქარი ძალიან დიდხანს და ის იყოს კმაყოფილი ამითი. კი, ეფექტიც იყოს, კი, რა თქმა უნდა. ტვინი, ფსიქიკა. ადიქცია არის ქცევის დაავადება. ქცევა იცვლება. ჩემი ქცევა, ყველა ადიქტი ვართ, ახლა აქ ვიმზივართ. თქვენ თუ გონიათ რომ მე არ ხართ ადიქტი, ძალიან ცდებით. ყველა რაღაცაზე ვართ დამოკიდებული. მაგით დამოკიდებულებაა. თქვენ თუ გონიათ სიყვარული ნაკლები დამოკიდებულებაა, ძალიან ცდებით, მაგრამ ყველა რაღაცაზე ვართ დამოკიდებული. ზოგი ყავაზე, ზოგი გაჯეტზე, ზოგი ტკბილზე, ზოგი თამბაქოზე, ზოგი თამაშზე, ზოგი, აი ხლა ნებისმიერ თქვენთაგანს რო გკითხოთ, ყველა რაღაცაზე იქნებით დამოკიდებული. არა ადიქტი ადამიანი არ არსებობს. უბრალოდ არის სოციალურად მისაღები ადიქციები, რომელიც არ აზიანებს საზოგადოებას და შეიძლება მემაზიანებდეს, იმიტომ რომ ეხა ბევრი ყავა ან სიგარეტი, რა თქმა უნდა, მავნეა, მაგრამ ალკოგოლი ისეთ ყველაზე მძიმე ნარკოტიკი დღეს მსოფლიოში, რომელსაც ყველაზე მეტი სიკვდილი და ყველაზე მეტი ზიანი მოაქვს, ეს არის ალკოგოლი. ყველაზე მეტად. და საქართველოს არის პირველ ადგილზე მაგ თვალსაზრისით, უბრალოდ ამაზე არავინ არ საუბრობს. ეხლა ამას ნუ შევადარებთ ღვინის მას თავის კულტურა აქვს და თავის ტრადიცია აქვს. ღვინის ალკოგოლიზმი არის ძალიან იშვიათობა. ღვინით გამოწვეული ალკოგოლიზმი. ხო, ძლიერი სასმელები ან ღვინის ახლა იმითი რა ქვია, ქვევრებით, სმა და კრამიტებით და ლამფი შუშებით და იმითი 20 litrას რო დალევს 5 კაცი, მაგრამ დღეს ქორწილებში 20 ლიტრა, 60 ლიტრა რომ მიაქვს 10 ილევა, იმიტომ რომ დაჯერ ყველა პლანს ეწევა, იმიტომ რომ ვაფშე არ ილევა ღვინო. გასულია ნახევარის უფრო ცოტა ასაკოვანი თავისთვის ლაპარაკობს და ფაქტიურად ღვინო არის მევა. მაგრამ არის ახლა მე მაგალითად ხანდახან მირჩევნია პლანი მოწიოს, ვიდრე ღვინო დალიოს ისეთ სიმთვრალე აქვს, რომ ჯობია მოწიოს, ცოტა კაი ხასიათზე მაინც იქნება. ანუ თუ ამაზე არის არჩევანი თუ გვინდა რომ ავიღოთ რა. ძირითადად განვითარების მხრივ თუ რაღაცა ესეთი ძალიან ცნობილი სუდი შედეგი არ დადგა, უმეტესად ფსიქიკური დაავადებების კენ მიდიან, თქვათ ეს ადამიანები, უმეტესად ვიდრე ფსიქიკური დაავადებაა ეს. აი ესე ქვია, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა. ამ დაავადების სამედიცინო, ასე ვთქვათ, დეფინიცია არის ესე, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა. გამოწვეული ამა თუ იმ ნივთიერების მიღებით. ანუ ეს არის ქცევის და ფსიქიკის პრობლემა. მე გონია რომ რამდენმა ადამიანმა არ ვიცით რა გავაკეთოთ, აი ეს პანიკა რაც ხდება იმ დროს რომ არ ვიცით რა ვქნათ, აი ეს გჭირდება რომ ვიცოდეთ რა ვქნათ რა და მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პანიკა არის ყველაზე დამღუპველი ამ შემთხვევაში რა. აი პანიკა ამ დროს არის რომ ეს საერთოდ ქართველებმა ზოგადად ადამიანის ის არის როცა შიში აქვს ცდილობს რომ რაღაცა და უცოდინრობა რა თქმა უნდა რა თქმა უნდა მეტი ცოდნა და რაღაც ბევრი უნდა ესწრებოდეთ ტესტს ალბათ მე უცრაობასავით შეიძლება ჩანაფიქრი იყო აღიარებთ უფრო მამების ჩართულობის სურვილი ქონდა მაგრამ გამიხარდა რომ ახალგაზრდები და მამებს აქვს პრობლემა ბავშვებთან ურთიერთობის, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ხო, მაგრამ რამდენად ითვალისწინებენ ამაშია საქმე თორე. იმიტომ რომ ყოველთვის ესე იყო საქართველოში. თუმცა მინდა გითხრათ, აი ჩემი შვილის თაობა, ჩემი შვილი, ჩემი სიძე ხა, 30 წლისები არიან. მე ესე არ ვიყავ ჩართული ჩემი შვილის ალზდაში, როგორც ახლა ჩემი შვილი და ჩემი სიძე, ანუ ბავშვებთან ურთიერთობაში და
რო უყურებ ახალგაზრდებს როგორ არიან ჩართულები თავის შვილების აღზრდაში და ზოგადად მამები, დედები უფრო უკანა პლანზე გადავიდნენ, ეხლა უფრო მამები აქტიურობენ. ძალიან კარგია ეს ჩემი თვალსაჩინო, ჩემი აზრით რა. მე ესე არ ვიყავ, იმიტომ რომ მე 24 საათი სამსახურში ვიყავ. დედების სოციალურმა აქტიურობამ. ხო, დედების სოციალურმა და დედების უფრო მეტი ხო, ну, თლათ ვერ გათანა, უფრო მეტი ქალი, უფრო მეტად აქტიურია დღეს, ვიდრე მამაკაცი, იმიტომ რომ ბევრი მამაკაცი უმუშევარია ფაქტიურად დღეს. რატომ დაინტერესდით ამ თემით, მოდი ამით დავიწყოთ. დაინტერესება რავი. ყველას აწუხებს შეგეს პრობლემა, პირადად თუ არა, საერთოდ გარემოსოში და იმაში არის პრობლემა და კითხვები რაც დამიგროვდა, პირადად არ დამისვია, მაგრამ პასუხები მივიღეთ რა, რაღაც გამოსავალზე ისაუბრა. გამოსავალ როგორ უნდა ვეძებოთ ახალგაზრდებში და როგორ უნდა ვეძებოთ უკვე ზრდასრულებში, რომელიც უკვე დამოკიდებულები არიან რა. ჩემთვის მთავარი მაგის გაგება იყო. გამოსავალი როგორი არის ამასთან დაკავშირებით რა. ანუ იყო რაღაცეები, რაც არ იცოდი და დღეს. კი, ბევრი რამე იყო. მამების დროს უყურებთ ეგ მითხარით თუ გინახავთ მამები. ერთი გადაცემა მაქვს. ზუსტად ამ ადამიანის მონაწილეობით. ნანახი. გამოწერილი თუ გაქვთ ჩვენი გამოწერილი მაქვს. ძალიან დიდი. რატომ დაინტერესდით? მოდი ამით დავიწყოთ ამ თემით. ზოგადად იმიტომ დავინტერესდი ამ პროექტით, რომ სამედიცინოზე ვსწავლობ და მაგ სფეროს მივყვები და ნეონკოლოგია ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე საინტერესო სფეროა, როგორც ფსიქიატრია, ისევე ფსიქოლოგია და ამიტომ გადავწყვიტა, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღო, თანაც ამ პერიოდში ზუსტად იგივე მასალას გავდიოდი და გადავწყვიტა, რომ დავემატებინა ასე ვთქვათ ინფორმაცია. კაი, რამდენად იყო სიახლეები და რამდენად საინტერესო აღმოჩნდა ეს? სიახლეები ნამდვილად იყო, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი წარმატებული და ერთ-ერთი მთავარი ნარკოლოგი იყო მოსული და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მისი გადმოსახედიდან ამ ყველაფერზე რა აზრი ჰქონდა და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ ზოგადად ეს წამოწყება ძალიან სასარგებლოა როგორც მამებისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვისაც და რა ვიცი, მივესალმები. რატომ დაინტერესდით ამ თემით? მოდი ჯერ ეს ამოვიდეთ. მოკლედ, რადგანაც ჩვენს სახელმწიფოში მსგავსი მიმართულებით ცნობიერების ამაღლება ძალიან ნაკლებად ხდება და მათ შორის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც არ გვაქვს მთლად იმის ფუფუნება, რომ სწორი განათლება მივიღოთ, როგორ შეიძლება ქუჩაში უბრალოდ ადამიანს უშუალოდ როცა არ გვაქვს ნარკანი და ასე შემდეგ. ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სოციალურ ქსელში, როდესაც აღმოვაჩინე პირველ რიგში თქვენი გვერდი მამების დრო და დიდ მადლობას გიხდით ამისთვის. რომ მოსულიყავი და მიმეღო ის ინფორმაცია, თუ უბრალო მოქალაქემ, თუნდაც არ მქონდეს არანაირი სამედიცინო განათლება, როგორ შეიძლება დავეხმარო პაციენტს. იყო რაღაც ისეთი, რაც აქამდე არ იცოდით და დღეს გაიგეთ. კი, ფაქტობრივად ის მომენტი, რომ ყველანაირი ესე ვთქვათ, პრეპარატის გარეშე როგორ შეიძლება მცირედი წვრილი მაინც შევიტანოთ იმაში, რომ ადამიანი არ დაიღუპოს, ძალიან ბევრი ინფორმაცია შევიტანო. მოგესალმებით.